ძვირფასო კურთხეულო სულო, რომელიც ახლა მიყურებ, შემთხვევით არ შეგხვედრია ეს გზავნილი დღეს. მთავარანგელოზმა მიქაელმა, ზეციურმა ძლიერმა მებრძოლმა, ანგელოზთა ლაშქართა მთავარმა ჩაგიდო გულში ის განზრახვა, რომ ამ დროს გეძებნა ეს ლოცვა. გადიხარ ბრძოლას? სასწრაფოდ გჭირდება ზეციური პასუხი? გძნობ, რომ უარყოფითი ენერგიები გარს გეხვევიან და გიხშობენ კურთხევებს? ეს ძლიერმოქმედი ლოცვა შენთან მოვიდა იმიტომ, რომ ზეცამ შენს ჩუმტკივილს და შენს დაუყოვნებელ საჭიროებას აღიარება მისცა. მთავარანგელოზი მიქაელი, თავისი სინათლის מחვილითა და ღვთიური დაცვის ფარით, ახლა შენს გვერდით დგას, მზად არის შუამდგომლობისთვის უზენაესის წინაშე. ის არის ყველაზე ძლიერი სულიერი დამცველი, ვინც ზეციდან განდევნა მტერი და აგრძელებს ბრძოლას ყოველი ღვთის შვილისთვის, ვინც შველას ითხოვს. ლოცვა, რომელსაც დღეს გაგიზიარებ, მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს არის პირდაპირი არხი ზეციურ სფეროებთან. თხოვნა, რომელიც ამსხვევს სულიერ ბარიერებს და სწრაფად აღწევს მამის ყურამდე. ათასობით ადამიანს უკვე აქვს მოწმობა საოცარი შედეგების შესახებ, მას შემდეგ რაც გულწრფელი წმენით მიმართეს ამ ვედრებას. მანამდე კი მინდა შენი გული მოამზადო. ღრმად ისუნთქე, რამდენიმე წუთით გვერდზე გადადე შენი დარდი. ეს არის წმინდა შეხვედრა შენი სულის, მთავარანგელოზ მიქაელისა და თვით ღვთის შორის. დატოვე შენი მოწონება ამ ვიდეოს ქვეშ როგორც რწმენის აქტს, გამოიწერე არხი, რათა მიიღო მეტი ძლიერ ლოცვა, რომელიც შენს ცხოვრებას გარდაქმნის და კომენტარებში დაწერე: მთავარანგელოზო მიქაელ, შუამდგომლობა ჩემთვის. ეს უბრალო განცხადება უკვე იწყებს ანგელოზურ ძალების შენს სასიკეთოდ მოძრაობას. თუ მზად ხარ მიიღო მთავარანგელოზ მიქაელის ძლიერ ჩარევა შენს ცხოვრებაში, დაინახო როგორ ტყდება შენი სულიერი ბორკილები და მიიღო ის სასწრაფოდ პასუხი, რომელიც ასე გჭირდება, შემომიერთი ამ გარდამტეხ ლოცვაში. ზეცა სმენად არის მომართული შენს ვედრებას. მოდით დავიწყოთ ეს ძლიერ მოქმედი ლოცვა და მოვუხმოთ დიდებული მთავარანგელოზ მიქაელის ყოფნას ჩვენს ცხოვრებაში ახლავე. დახუჭე თვალები, თუ შეგიძლია, და წარმოიდგინე ლურჯი საფირონის შუქი, რომელიც შენზე ჩამოდის და მთლიანად გიცავს. ეს არის მთავარანგელოზ მიქაელის დაცვის ენერგია. დიდებულო მთავარანგელოზო მიქაელ, ზეციური ლაშქართა ძლიერო მთავარო, დაუღალავო სულთა დამცველო, ეკლესიის მცველო და ბნელ ძალებთან ბრძოლის გამარჯვებულო, დღეს შენს წინაშე მოვდივარ გახსნილი და მშიერი გულით. იგრძენი ამ სიტყვების ძალა როგორ მიედინება შენს არსებაში. მთავარანგელოზი მიქაელი ახლავე გიახლოვდება. თავისთან მოაქვს ის ზეციური პასუხი, რომელსაც შენი გული ასე ძალიან ელის. ის ხედავს შენს ჩუმცრემლებს, გრძნობს შენს ფარულ სასოწარკვეთას და აცნობიერებს შენი მდგომარეობის სასწრაფოებას. ძლიერო ზეციურო მებრძოლო, შენ, ვინც ღმერთმა შექმნა თავისი დიდების დასაცავად და შვილთა მოსაფარებლად, მოგმართავ ჩემს უკიდურეს საჭიროებაში. ვდგავარ სიტუაციის წინაშე, რომელიც აღემატება ჩემს ადამიანურ ძალებს და სასწრაფოდ მჭირდება ღვთიური პასუხი. ახლა ანგელოზები გიცხადებენ. შენი ცხოვრების კარში გარდაქმნის პორტალი იხსნება. ის სიძნელე, რომელიც გადაულახავად გეჩვენებოდა, მალე დამარცხდება ზეციური ჩარევის ძალით. მთავარანგელოზი მიქაელი უკვე ალაგებს თავის ანგელოზთა ლაშქარს შენი მდგომარეობის გარშემო. მთავარანგელოზო მიქაელ, შენ, ვინც შენი სინათლის מחვილით ზეციდან განდევნე ლუციფერი და მეამბოხი ანგელოზები, ახლა გამოიყენე შენი ღვთიური ძალა, რათა დაამარცხო ის ბნელი ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩემი განადგურებას. შენი დაცვის ფარით დამიცავი მტრის ხაფანგებისგან, რომლებიც ბლოკავენ ჩემს კურთხევებსა და ღვთიურ პასუხებს. ანგელოზთა გზავნილი ახლა ნათელია. შენი ცხოვრების სიძნელეთა ციკლი სრულდება. გადმონაღვრილი ცრემლები ამაო არ ყოფილა. ყოველმა ლოცვამ, რომელიც გამთენიისას ჩურჩული წარმოთქვი, მიაღწია ზეცას. ყოველი სასოწარკვეთილი წუთი აღირიცხა და ახლა სულიერი მოტრიალების დროა. სინათლისა და ძალის მთავარანგელოზო, წარუდგინე ჩემი სასწრაფო ვედრება უზენაესის ტახტს. შუამდგომლობა გამიწიე, რათა მივიღო ის ღვთიური პასუხი, რომელიც ასე მჭირდება. ზეციური კარები გაიხსნას და ღვთის სრულყოფილი ნება გამოიხატოს ჩემს ცხოვრებაში, სწრაფად და ნათლად. ანგელოზები გიცხადებენ, რომ შენი ამჟამინდელი დაბრკოლებების მრავალი ნაწილი ძველი სულიერი ბრძოლების ნარჩენებია. მთავარანგელოზი მიქაელი ახლა ჭრის იმ უხილავ ბორკილებს, რომლებიც გიშლიდან წინსვლასა და კეთილდღეობას.
იგრძენი სიმსუბუქე, რომელიც შენს არსებას ეუფლება, როცა ეს შეჯაჭულობები იშლება. მოვუხმობ შენს დაცვას ჩემს გონებაზე, რათა შევძლო ღვთიური პასუხის გარჩევა მაშინ, როცა ის მოვა. გააწმიდე ჩემი აზრები ეჭვისა და სასოწარკვეთილებისა, რომლებიც მაბნელებენ და მაკარგვინებენ იმ ღვთიური ზრუნვის შუქს, რომელიც უკვე მოძრაობს ჩემს სასიკეთოდ. ზეცა გიცხადებს, შენ დგახარ ღრმა გარდაქმნის ზღრუბლზე. ის, რაც შეუძლებლად გეჩვენებოდა, იწყებს ცვლილების ნიშნების გამოვლენას უახლოეს დღეებში. მთავარანგელოზი მიქაელი ხსნის გზებს, იქ, სადაც მხოლოდ კედლები იყო, ქმნის შესაძლებლობებს იქ, სადაც ყველაფერი დააკარგულად გეჩვენებოდა. მთავარანგელოზო მიქაელ, როგორც ღმერთის ხალხის საუკუნეთა განმავლობაში დაიცავი მეც ახლა ამ კონკრეტულ ბრძოლაში. შენი ძლიერი შუამდგომლობა დააჩქაროს ის პასუხი, რომელიც ასე ძალიან მჭირდება და შენი სინათლე განდევნოს ყოველი სიბნელე, რომელიც ცდინობს ჩემს გზაზე ბურანის შექმნას. ახლა ძვირფასო სულო, როცა ამ ძლიერ ლოცვას ვაგრძელებთ, მთავარანგელოზი მიქაელი გვაძლევს ღრმა იმედისა და ნდობის გზავნილს. ნება დართე ამ სიტყვებს, როგორც ზეციურმა მალამომ, შენს გულში შეაღწიოს და შენს ჭრილობებს მოეფინოს. დიდებულო მთავარანგელოზო მიქაელ, შენ, ვინც ღვთის სამართლის სასწორი გიდევს ხელში, აწონე ახლა ჩემი ვედრება ზეციურ სამსჯავროზე. ღვთის სამართალი გამოიხატოს ჩემს ცხოვრებაში, გააქარწყლოს ყოველი უსამართლო საქმე და აღადგინოს ის, რაც უსამართლოდ დამეკარგა. ანგელოზები ახლა შენთან ჩურჩულებენ განსაკუთრებულ გზავნილს. მაშინაც კი, როცა ყველაფერი თითქოს ინგრევა შენს ირგვლივ, როცა ღვთის სიჩუმე ყურებში თითქოს ხმაურობს, იცოდე, რომ სულიერი ფარდის უკან მთავარანგელოზი მიქაელი და მისი ლაშქრები ზეციურ ჩარევას ამზადებენ შენს სასიკეთოდ. ზეციური ლაშქართა მთავარო, შენ, ვინც განუწყვეტლად სახეს ადიხარ ღვთის წინაშე, წარუდგინე ჩემი სასწრაფო საჭიროება უზენაეს. ჩემი ვედრება ზეცას მიაღწიოს შენი შუამდგომლობის ძალით და ღვთის პასუხი გადმოვიდეს ჩემზე, როგორც მანა ჩამოვიდა უდაბნოში მყოფ ხალხზე. ანგელოზური გამოცხადება ახლა ნათელია. ის კარი, რომელიც სამუდამოდ დახშულად გეჩვენებოდა, იწყებს გახსნას. ის ადამიანი, რომლის გულიც გამაგრებული იყო, იწყებს თავისი გულის ცემას შეცვლას. ის რთული ფინანსური მდგომარეობა იწყებს შემსუბუქების ნიშნების ჩვენებას. მთავარანგელოზი მიქაილი ამ წამს უხილავ წინააღმდეგობებს ამსხვევს. ძლიერო დამცველო, როგორც დაიცავი დანიელი ლომთა გამოქვაბულში და იხსენი ისრაელის ხალხი მტრებისგან, დამიცავი მეც ახლა ყოველი წინააღმდეგობისგან. განმაშორე ის დაბრკოლებები, რომლებიც მიშლის წინსვლას და მომიტანე ღვთიური პასუხი შენი ზეციური ფრთების სისწრაფით. ახლა ღრმა რწმენის აქტში მინდა რომ ხმამაღლა წარმოთქა, სადაც არ უნდა იყო. მე ვიღებ მთავარანგელოზ მიქაელის ჩარევას ჩემს ცხოვრებაში და ვიღებ ახლა ღვთიურ პასუხს, რომელიც ასე ძალიან მჭირდება. ეს რწმენის განცხადება ზეციურ დერეფნებში ისმის და აჩქარებს ანგელოზთა ძალთა მოქმედებას შენს სასიკეთოდ. მთავარანგელოზი მიქაელი აღიმართა თავისი სინათლის מחვილით და ჭრის იმ სულიერ ბორკილებს, რომლებიც აფერხებდნენ შენი კურთხევის მოსვლას. ძალისა და სინათლის მთავარანგელოზო, როგორც დაიცავი ღვთის ღირსება მე ამბოხე ძალების წინააღმდეგ, დაიცავი ახლა ჩემი საქმე. შენი საომარი ძახილი, ვინ არის ღვთის მსგავსი, გაიჟღეროს ჩემს მდგომარეობაზე, განდევნოს ყოველი ბოროტება და მოიზიდოს ყოველი ღვთიური უზრუნველყოფა, რომელიც სასწრაფოდ მჭირდება. ზეციური გზავნელი ნათელია და ძლიერი, ენდე. მაშინაც კი, როცა შენი თვანები ვერ ხედავს და შენი ყურები ვერ ისმენს, ზეციური მექანიზმები სრულ სვლაშია. პასუხი უკვე გათავისუფლდა ღვთის ტახტიდან და გზაშია შენი რეალობისკენ. მთავარანგელოზო მიქაელ, შენ ვისაც გაქვს ძალა უფლება ბნელ ძალთა დასაბორკად, ახლა შეაკავე ყოველგვარი სულიერი დაყოვნების სული, ყოველგვარი დაბლოკვის ძალა, ყოველი ის ძალა, რომელიც ცდილობს ღვთიური პასუხის მოსვლა შეაჩეროს. გახსენი ზეციური გზები, რათა ღვთიური უზრუნველყოფამ თავისუფლად მოედინოს ჩემსკენ. ანგელოზები გიცხადებენ, შენი ლოდინი ამაო არ ყოფილა,
ყოველი ცრემლი შეგროვდა, ყოველი ჩურჩულით ნათქამი ლოცვა აღერიცხა. მოსავლის დრო ახლოვდება და ის ისეთივე ძლიერი იქნება, როგორი მძიმეც იყო შენი გამოცდა, ენდე ღვთიურ დროს ის სრულყოფილია. ახლა მივედით ამ ძლიერი ლოცვის კულმინაციურ მომენტთან მთავარანგელოს მიქაელთან მიმართებით. ეს არის დრო, რომ ჩვენს ქმედებები ზეციურ ჩარევას შეუთანხმოთ, რომელიც უკვე მოძრაობაშია. ღრმად ჩაისუნთქე და იგრძენი ანგელოზური ყოფნა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შენს გარშემო. დიდებულო, მთავარანგელოზო მიქაელი, ზეციური ლაშქართა გენერალო, მოვდივარ შენთან, რათა დავასრულოთ ჩემი სასწრაფო ვედრება. სანამ ღვთიურ პასუხს ველი, გაამაგრე ჩემი რწმენა, რომ გზაში არ დავმარცხდე. ანგელოზური გამოცხადება, რომელიც ახლა ვიღებ, ღრმად მნიშვნელოვანია. მთავარანგელოზი მიქაელი ხსნის სულიერ ბანდებს შენი თვალებიდან, რათა შენ შეძლო დაინახო ღვთიური პასუხის ნიშნები, რომლებიც უკვე იწყებს გამოვლენას შენს ცხოვრებაში. ძლიერო შუამავალო, როგორც ძველ დროში წარმართავდი ღვთის ხალხს, მეგზური გამხადე ახლა იმ გზებზე, რომლებიც უნდა გავიარო. გაანათე ჩემი გონება, რათა დივაინ შესაძლებლობები შევიცნო, როცა ისინი გამოჩნდება და მომეცი სიმამაცე, რომ მათ გამოვიყენო. ანგელოზები ხაზგასმით გადმოგცემენ მნიშვნელოვან გზავნილს. იყავი კეთილი საკუთარი თავის მიმართ ამ პროცესში. აპატიე შენი შეცდომები, შენი ეჭვების წუთები, შენი რწმენის კრიზისები. ეს არის ახალი დასაწყისის მომენტი და არა თვითკრიტიკის. მთავარანგელოზი მიქაელი შენ სასიკეთოდ მუშაობს, მიუხედავად შენი სრულყოფილებისა. სინათლის მთავარანგელოზო, მომეცი ძალა, რომ აქტიური იარაღი ვიყო ღვთიური პასუხის გამოვლენაში. ნება მომეცი, რომ არა მხოლოდ პასიურად ველოდო, არამედ ვიცოდე, როგორ შევასრულო ჩემი ნაწილი ზეციური მიმართულებებთან თანხვეტრაში. ზეცის გზავნილი ახლა ნათელია. დათესე ის თესლები, რომლის ყვავილობაც გსურს იხილო. მცირე ყოველდღიური ნაბიჯები გადადგი შენი რწმენასთან შეთანხმებით. ყოველი ნაბიჯი, როგორი მცირეც არ უნდა ჩანდეს, ანგელოზური ძალით ძლიერდება, რომელიც ახლა შენს გვერდით დგას. მთავარანგელოზო მიქაელ, მართალთა დამცველო, დამიცავი ჩემი საკუთარი უარყოფითი აზრებისა და შიშებისგან, რომლებიც შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს ჩემი კურთხევის მოსვლაზე. შემოსე შენი ზეციური ჯავშნით, რომ რწმენაში მტკიცედ დავრჩე მანამ, სანამ ღვთიურ პასუხს ჩემს ცხოვრებაში ვიხილავ. ანგელოზები გიცხადებენ. შენი ცხოვრებაში მზადება მიმდინარეობს. ის, რაც დაგვიანებად გეჩვენება, ხშირად მხოლოდ მომზადება. ნიადაგი იწმინდება, რათა მიღებულმა კურთხევამ სიმტკიცით დაიმკვიდროს თავი. მთავარანგელოზი მიქაელი აშორებს უხილავ დაბრკოლებებს. რათა, როცა პასუხი მოვა, ის მუდმივად დარჩეს. ძლიერო ზეციურო მებრძოლო, როგორც საუკუნეების განმავლობაში იცავდი ეკლესიას, დაიცავი ახლა ჩემი იმედი და რწმენა. ნუ დაუშვებ, რომ სასოწარკვეთამ დამამარცხოს, ნუ მისცემ საშუალებას და უთმენლობას, რომ გზიდან გადამახვევინოს. შეინარჩუნე ჩემი ნდობის ცეცხლი მანამ, სანამ სრული გამოვლენა არ მოხდება. ანგელოზური გამოცხადება განსაცვიფრებელია. შენი გამუდმებული ლოცვა ქმნის სულიერ სიჩქარეს. ყოველი გამეორებისას ამ ლოცვის ძალა ძლიერდება. განაგრძე დაჟინებით ლოცვა, განაგრძე რწმენის განცხადება, განაგრძე დაჯერება, რომ პასუხი მოვა სრულყოფილ დროს. მთავარანგელოზო მიქაელ, ანგელოსთა მთავარო და ღვთისშვილთა დამცველო, ახლა დალუქე ეს ლოცვა შენი ზეციური ძალით. უზენაესის ტახტიდან ჩამოვიდეს ჩემზე ის პასუხი, რომელიც ასე მჭირდება ღვთიური სასწრაფო სიჩქარით და მარადიული გეგმის სრულყოფილებით. ძვირფასო კურთხეულო სულო, მივედით იმ მომენტთან, რომ დავამკვიდროთ მთავარანგელოზ მიქაელის ეს ძალიერო შუამდგომლობა. ამიერიდან ახალი სულიერი რეალობა იწყებს ფორმირებას შენს გარშემო. შენი რწმენის თესლები დათესილია ნაყოფიერ ნიადაგში და ზეციური მოსავალი ნამდვილად მოვა. მთავარანგელოზი მიქაელი ტოვებს შენს გულისთვის საბოლოო გზავნილს. ამ ბრძოლაში მარტო არ ხარ. ის სინათლის მახვილი, რომელმაც სიბნელე ზეციდან განდევნა, ახლა აღიმერთა შენს დაცვაში. ის ზეციური ფარი, რომელიც მართალთა იცავს, შენს წინაშე დგას. ის ღვთიური პასუხი, რომელსაც ასე ძალიან ელოდები, უკვე გათავისუფლდა და გზაშია. ყოველთვის დაიმახსოვრე, როცა სიბნელე ყველაზე მძაფრია,
ეს ნიშანია იმისა, რომ განთიადი ახლოსაა. როცა ღმერთის სიჩუმე ყველაზე ღმა, ეს იმიტომაა, რომ იგი ამზადებს პასუხს, რომელიც ყველა შენს მოლოდინს გადააჭარბებს. ანგელოზები გთხოვენ, შეინარჩუნო შენი გული მადლიერების მდგომარეობაში, თითქოს უკვე მიღებული გაქვს ის, რასაც ასე გულმოდგინედ ითხოვ. წინასწარი მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზაა ზეციური კურთხევების დასაჩქარებლად. თავარანგელოზო მიქაელ, გმადლობ შენი ძლევამოსილი შუამდგომლობისთვის. რწმენით ვიღებ ახლა იმ ღვთიურ პასუხს, რომელიც მჭირდება. დაიხუროს ჩემს ცხოვრებაში ღვთის სრულყოფილი ნება. კომენტარებში დაწერე: თავარანგელოზი მიქაელი ჩემთვის შუამდგომლობს და პასუხი უკვე გზაშია. ეს საჯარო რწმენის განცხადება ამყარებს შენს ერთგულებას ღვთიური პასუხის გამოვლენის მიმართ. არ დაივიწყო გააზიარო ეს ვიდეო იმასთან, ვისაც ასევე სასწრაფოდ ჭირდება ღვთიური პასუხი. თავარანგელოზი მიქაელი შეძლებს ამ ადამიანის შუამდგომლობას ისე, როგორც ახლა შენს სასიკეთოდ შუამდგომლობს. დატოვე შენი მოწონება მადლიერების ნიშნად იმ ანგელოზური შუამდგომლობისთვის, რომელიც უკვე მიმდინარეობს შენს ცხოვრებაში. გამოიწერე არხი, რათა მიიღო მეტი ძლიერი ლოცვა, რომელიც შეიძლება გარდაქმნას შენი სულიერი რეალობა. თავარანგელოზმა მიქაელმა განაგრძოს შენი გზების დაცვა, ღვთიური პასუხი მოვიდეს შენი საჭიროების სისწრაფით და ზეციურმა მშვიდობამ მოიცვას შენი გული, სანამ რწმენით ელოდები. ჩვენ შემდეგ სულიერ შეხვედრამდე ზეციური კურთხევები უხვად მოეფინოს შენს ცხოვრებას.